ეს ციგნების თაროა, მე ალექსანდრე ლორთქიფაინძე ვარ და დღეს ჩვენი შოუს 28-ვე სეზონის მეოთხედფინალი უნდა ვითამაშოთ, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მერფის კანონი და კარიატიდა. როგორ ხართ? კარგად. კარგად. ძალიან კარგი. მეც კარგად ვარ და იმედი მაქვს, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ეს განწყობა გაგრძელდება. თამაშის ბოლოს თითოეული თქვენგანი მიიღებს წიგნის ვაუჩერებს ჩვენი პარტნიორისგან, გამომცემლობა ინტელექტისგან. ასევე გეტყვით, რომ კვლავაც ჩვენ გვერდშია ჩვენი მეგობარი და პარტნიორი PSP და იმასაც გეტყვით, რომ მთავარი პრიზიც უცვლელია წიგნების თაროში. გამარჯვებული გუნდი, სეზონის გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება საზაფხულო სკოლაში კემბრიჯში. დავიწყოთ თამაში. დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. გამოიცანით პერსონაჟი, რომელიც გასულ დეკადაში გამოჩნდა. ავტორი შემთხვევით გადააწყდა შავებში ჩაცმული მკაცრი ადამიანის ძველ შავ-თეთრ პორტრეტს. რამაც მას პერსონაჟის შექმნა შთააგონა. კრიტიკოსები მას ხშირად მოიხსენიებენ მერი პოპინსისა და პროფესორ ჩარლზ ქსავიეს ბნელ გოთიკურ ნაზავად. ის განსაკუთრებული უნარების მქონე ქალების მოდი იყოს მის პერეგრინი. მის პერეგრინი. რაღაც წარმომიდგა შავებში ჩაცმული და მერი პოპინსიც. ქალი? ხო. უჩვეულობა. ხო. შეიძლება ფოტოსურათიდან მიიღოს. კი, მახსოვს, კი, ფოტოსურათიდან ნახა და რომ ეს ციგნით სავსეა ფოტოსურათებით, იმჩეულო ბავშვების ფოტოსურათებით, რომლის ყოველსაც ხელმძღვანელობს მის პერეგრინი. ეს ორი პასუხია. ნამდვილად რენსომ რიგზის პერსონაჟი ალმა პერეგრინი, იგივე მის პერეგრინი, რომელსაც აქვს სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის. გავაგრძელოთ თამაში. მეორე რაუნდი. ციტატა. მამა ვეღარ გაუძლო ცდუნებას. იქ ვიტრინაში ზღვის ღრუბლის ძირიანი სუპერმარდი სპორტული ფეხსაცმელი. მამა არც კი მიბრუნებულა. იქნებ მითხრა, რატომ დაგჭირდა ახალი წყვილი ბოტასი? შეგიძლია ამიხსნა? აბა მერფის კანონი შეეცდება ახლა გათანაბრება. ბაბუა წერას ღვინო? ბაბუა წერას ღვინო. ზღვის ღრუბლის ძირიანი სუპერმარდი სპორტული ფეხსაცმელი. არ ვიცი რა გენიშნა გიორგი, მაგრამ ეს ორი პასუხია, ეს არის ბაბუა წერას ღვინო, რეი ბრედბერი. აი, კარიატიდას დარტყმას დარტყმითვე უპასუხა მერფის კანონმა და 3-3 გახდა ანგარიში. შვენივრად ვითარდება მოვლენები მეოთხედფინალში. მესამე რაუნდი, დოკუმენტური. გამოიცანით ნაწარმოები, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს გამოიცა. მიუხედავად ამისა, ავტორმა გამომცემელს სთხოვა, რომ ყდაზე 1900 წელი დაეწერათ. რადგან სჯეროდა, რომ ეს იყო ახალი ეპოქისა და ახალი მეცნიერების დასაწყისი. წიგნის დაწერის მთავარი ბიძგი ავტორისთვის მამის გარდაცვალება გახდა. ამ მოვლენამ მასში ღრმა ემოციური კრიზისი გამოიწვია, რის შემდეგაც საკუთარი თავის ფსიქოანალიზი დაიწყო. მოდი იყოს ცოტა გავრისკე სიზმრის ინტერპრეტაცია. სიზმრის ინტერპრეტაცია. ზიგმუნდ ფროიდის წიგნს გულისხმობ ამ შემთხვევაში. მამის 1900. კი, წელი ემთხვევა. ემთხვევა. ცოტა ადრე ხო არ არის? 1899. ფროიდისეული სიზმრის კვლევებისთვის. ნუ იცის ახლა. იცის და რა გინდა რომ ქნა? ეს ორი პასუხია, ეს არის სიზმრის ინტერპრეტაცია. არ უშინდება მარიამ ჯანოაშვილი რისკიან გადაწყვეტილებებს და ძალიან ხშირად ამ რისკს მოაქვს შესაბამისი შედეგი მისი გუნდისთვის. 6-3. მეოთხე რაუნდი, სხვადასხვა. გამოიცანით ისინი
ვისაც პირველად მე-19 საუკუნის ბოლოს გამოცემულ ნაწარმოებში ვხვდებით. წლების განმავლობაში მათი სახეცვლილი ვერსია არაერთ ნაწარმოებში გამოიყენეს. ავტორისთვის მათი შექმნის შთაგონების წყაროს ერთი ვერსიით ვენეციურ დალმაციაში მცხოვრები ჩამორჩენილი ეთნიკური ჯგუფი, ხოლო მეორე ვერსიით ბავშვთა მსხვერპლ მორლოკები. კარგი ხარ. მორლოკი არის ეს ღმერთი. დროის მანქანაში გვხვდებიან. ელოებიც არის. ბავშვთა მსხვერპლ შეწირვის ქანაანური ღმერთი წარმოადგენს, რომელსაც მორლოკი ქვია, ეს სწორი პასუხია ნამდვილად. მე მგონი ელოებიც არის მანდ. მორლოკები არიან ამ შემთხვევაში სწორედაც რომ ეს ღარიბები არიან მორლოკები და გადავარქვათ ადამიანის განვითარების შედეგად მიღებული რასა თუ რაღაც შეიძლება დაბალი უწოდოთ. სოციალური ფენა არის. ხო, სოციალური დიდრებს ფენა, ჭამენ. კლასი შეიძლება, იმიტომ რომ მომავალში დროის მანქანით რომ აღმოჩნდება ჰერბერტ უელსის მთავარი გმირი, სწორედ იქ აღმოაჩენს ასეთ ხალხს. 9-3 ისე წავიდა თამაში, რომ აი ვერ მოვასწარი ადაპტირება თამაშში შესვლა და ასე შემდეგ სწრაფად ორივე გუნდმა. მოდი ვიდეო რგოლი ვნახოთ და მერე გავაგრძელოთ. რეი ბრედბერი ბაბუაწერას ღვინოს 1957 წელს აქვეყნებს. წიგნი ავტორის ბავშვობის შთაგონებითაა შექმნილი. პროტაგონისტის სახელს საკუთარი, ხოლო გვარს მამამისის შუა სახელიდან იღებს. გამოცემისას ბრედბერის უკვე იცნობენ როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალს, ამიტომ ლირიკულობითა და ემოციური სიღრმით მდიდარი ბაბუაწერას ღვინო ყველა მოლოდინს აჭარბებს. ბრედბერი აჩვენებს, რომ ის არამხოლოდ კარგი ფანტასტი, არამედ ძლიერი პროზაიკოსია. ნაწარმოები დატვირთულია მეტაფორებითა და სიმბოლოებით. თავად სათაური ბაბუაწერას ღვინო ბოთლში ჩაკეტილ ზაფხულსა და მოგონებებს სიმბოლიზირებს. ბრედბერის შემოქმედების უდიდესი თაყვანისმცემლები აპოლო 15-ის ასტრონავტები 1971 წელს მთვარეზე ერთ-ერთ კრატერს წიგნის საპატივცემლოდ დანდელაიანს უწოდებენ. ვაგრძელებთ წიგნების თაროს, მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. მოგესალმებით, წარმატებებს გისურვებთ და კითხვა. გამოიცანით ნაწარმოები, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გამოიცა. თავდაპირველად ავტორი დეკაბრისტების აჯანყებაზე და ციმბირში გადასახლებიდან დაბრუნებულ გმირზე გეგმავდა რომანის დაწერას. თუმცა, მოგვიანებით, არჩევანი შედარებით ადრინდელ ეპოქაზე შეაჩერა. ჩანაფიქრის მიხედვით, ნაწარმოებს სხვა სათაური ჰქონდა. ახალი სახელი, ზოგი მკვლევარის აზრით, პიერ ჟოზეფ პრუდონის ამავე სახელწოდების ნაშრომის გავლენით შეირჩა. იგი პირობითად ორ ნაწილად იყოფა. პირველი ჩვეულებრივ გარემოში ადამიანურ ურთიერთობებს აღწერს, ხოლო მეორე სამხედრო კონფლიქტსა და მის ქაოსს. გამოსაცნობ ნაწარმოებს ხშირად მიიჩნევენ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო რომანად. მასში მოქმედება 1805-1808 აჭერს მერფის კანონი. ომი და მშვიდობა. ომი და მშვიდობა არის თქვენი ვერსია 1805-1812 წლებში მიმდინარეობს ნაპოლეონური ომები, ეგრეთ წოდებული, რომელთა ფონზეც ვითარდება იმ გმირების ცხოვრება, ვისაც ხვდებით ომი და მშვიდობაში. ეს სწორი პასუხია ნამდვილად. ეს სწორი პასუხია. ლეო ტოლსტოის ომი და მშვიდობა მერფის კანონმა 3 ქულა მოიპოვა შედეგად და 9-6 გახადა ანგარიში. არც ერთ ქულას არ უშვებენ ხელიდან გუნდები, უნდათ რომ სრულად აითვისონ ქულათა ჯამი. კეთილი მეგობრებო, კეთილი, გავაგრძელოთ. მე-6 რაუნდი. ასოციაცია. ცხოვრება, მოგზაურობა, ურთიერთობები, მსახურობა, წიგნი, დაბრუნება, დედოფალი, თემზაზე ციგაობა, ჭაბუკი, მოდი, აქ მოდი. ორლანდო. უი. ხო. ჭაბუკი და მე გახდება ქალი. ხო. ეს არის ორლანდო ვირჯინია ვულფის. ეს სწორი პასუხია ნამდვილად. ორლანდო კი 3 ქულის მომტანია, კარიატიდასთვის და აღადგინა კარიატი და მექვსქულიანი უპირატესობა მე-6 რაუნდის შემდეგ 12-6. მე-7 რაუნდი, ავტორი. გამოიცანით ადამიანი, რომელიც საუკუნეების წინ დაიბადა.
მამა იურისტი იყო და თავადაც ოჯახური ტრადიციისა და ფინანსური სტაბილურობის გამო იურისპრუდენცია ისწავლა. დღისით ის მკაცრი ჩინოვნიკი იყო. სამუშაო საათების შემდეგ კი მისი მეორე ბუნება იღვიძებდა. ატარებდა დროს ტავერნებში, წერდა მუსიკას. ღამით კი ფანტასმაგორიულ მოთხრობებს ქმნიდა. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ჰოფმანი შეიძლება იყოს. ჰოფმანი. დიახ. ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი. კი, იმიტომ რომ იურისტი იყო და საღამოობით წერდა, ასე მახსოვს. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. ო, საინტერესო ვერსია. და თანაც სამი ქულა მოაქვს თქვენთვის, მეგობრებო, ეს არის ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი, ესაც უნდა მეთქვა, რომ მოცარტის სიყვარულით თავისი შუა სახელი ვილჰელმი ამადეუსით ჩაანაცვლა მეთქი და მით უფრო დარწმუნდებოდით მე ამ ვერსიის ისტორიაში. 12:09 არის ანგარიში, გავაგრძელოთ თამაში, მერვე რაუნდი, ეკრანიზაცია. მოიცა. აჭერს კარიატი და მოიცა. მოიცა კენტერბერიული მოთხრობები. ხალხო ხეები ჩანს. ეს ძალიან ცნობილი კადრია. ძალიან ცნობილი, რო გავიდეთ ქუჩაში თბილისში გამოვკითხოთ ხალხი, ყველა კენტერბერული მოთხრობებია ეს, რა თქმა უნდა, პაზოლინის. ოხ. ეს არ არის მეგობრებო ნორმალური ეს რაღაცა საოცრება. ეს სწორი პასუხია. კენტერბერული მოთხრობები, ნამდვილად ჯეფრი ჩოსერის ცნობილი ტექსტის ეკრანიზაცია. ამ კითხვას როცა ვადგენდით, ჩვენ დავობდით გამოიცნობენ თუ არა გუნდები საერთოდ ამ ეკრანიზაციას. ანუ ის ვინმეს რო ეთქვა, რომ პირველივე კადრზე, პირველივე წამებზე ვინმე გამოიცნობსო, აი რავი ჩავიდოდი სახლს მაგის საწინააღმდეგო ფსონზე. ყოჩახ. თუმცა ვაგრძელებთ თამაშს. ანგარიშია 15:09, ძალიან მაგარი თამაში მიდის, აი ფინალისდარი თამაში მიდის და ესევე გავაგრძელოთ. ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამომცემლობა ინტელექტი. მე-9 რაუნდი, ნაწარმოები. ძირითადი რაუნდების მიწურულს თქვენ უნდა გამოიცნოთ ნაწარმოები, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოიცა და მსოფლიო კლასიკად მიიჩნევა. მართალია, წიგნი ერთი ფიქციური ქალაქის მკვიდრების ისტორიებს გვიამბობს, მაგრამ მისი კითხვისას ჩნდება განც და თითქოს მთელი კაცობრიობის ისტორიას ვეცნობით. გამოსაცნობ კრებულში 200-ზე მეტ პერსონაჟს შევხვდებით. ისინი პირველ პირში გვიამბობენ განვლილ გზაზე, ამბიციებზე, სურვილებზე, ოცნებებზე, მარცხსა და გამარჯვებაზე. პოეტური კრებული სპუნრივერის ანთოლოგია. ედგარ ლი მასტერსის. კი. გამოგონილი ქალაქია სპუნრივერი. კი და 200-ზე მეტ პერსონაჟი არის. ეგ არის. იცით ხოლმე. 200 რამდენია ზუსტად? ბიჭო, არ ვიცი, მაგრამ სპუნრივერის ანთოლოგია, ედგარ ლი მასტერსი. პრინციპში ესაც ელემენტარულია, ეხა რა თქმა უნდა, კი, რა ვიცი. დაწყებითი კლასების ბავშვი რო კითხო, იმანაც იცის სპუნრივერის ანთოლოგია ედგარ ლი მასტერსის. სამი ქულა აუნთეთ მწვანე. რა გავაკეთო? თული კითხვა, დამაბნეველი, ჩახლართული. ამათთვის არ არსებობს ეგეთი არაფერი. სამი ქულა კარიატიდას. მოდი ვიდეო რგოლი ვნახოთ ახლა. მოდი კენტერბერიული მოთხრობების შესახებ. ჩვენც გავიგოთ ორიოდერამ და მერე გავაგრძელოთ თამაში. კენტერბერიულ მოთხრობებს ჯეფრი ჩოსერი 1387-1400 წლებში წერს. წიგნი 24 მოკლე მოთხრობის ანთოლოგიას წარმოადგენს და იმდროინდელი ინგლისური საზოგადოების თითქმის ყველა ფენას გვაცნობს. საინტერესოა, რომ ნაწარმოებში არაერთი პარალელია ჯოვანი ბოკაჩოს დეკამერონთან. თხრობისას გამოყენებულია ოვიდიუსის პოეზია, პეტრარკასა და დანტეს შემოქმედება. ასევე ნახსენებია ბოეთიუსის ფილოსოფიის ნუგეშიც. ჩანაფიქრის მიხედვით კრებული 120 ისტორიისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი, თუმცა ჩოსერის გარდაცვალების გამო იგი დაუსრულებელი დარჩა. ნაწარმოები 30 პილიგრიმის ლონდონიდან კენტერბერიში წმინდა თომას ბეკეტის სალოცავისაკენ მოგზაურობას აღწერს, რა დროსაც ისინი ერთმანეთს ამბების მოყოლაში ეჯიბრებიან. გრძელდება წიგნების თარო. პირველი ქართული რაუნდი, ისტორია.
გამოიცანით ადამიანი, რომელიც მე-19 საუკუნის 20-იან წლებში დაიბადა. ფლობდა 3 მსხვილ ქარხანას შიდა ქართლში. ხეთხის ტრანსპორტირებისთვის კი ააგო რკინიგზა ატენიდან გორამდე. ეწეოდა მსხვილ სავაჭრო საქმიანობას და ატარებდა პირველი გილდიის ვაჭრის წოდებას, რაც რუსეთის იმპერიაში კომერციის დარგში უმაღლეს აღიარებად ითვლებოდა. გარდა ამისა, გახლდათ თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ქველმოქმედი. ასწრებს მერფის კანონი დავით სარაჯიშვილი. დავით სარაჯიშვილი. სამწუხაროდ არ არის სწორი პასუხი, გიორგი. არა, სამწუხაროდ არ არის სწორი პასუხი. ვაგრძელებ შეკითხვას კარიატიდასთვის. სწორედ მან დააფინანსა ვეფხის ტყაოსნის ახალი გამოცემა, რომლის ილუსტრაციებზე მიხაი ზიჩმა იმუშავა. 1885 წელს გამოსცა ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს ისტორია. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი და 1883-85 წლებში გამოსცემდა გაზეთ დროებას. ბოლოს გეტყვით, რომ გამოსაცნობის საზოგადო მოღვაწე დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაშია დაკრძალული, რომლის რესტავრაციაც ასევე მან დააფინანსა. ვიღაც ფულიანი კაცი. მის ესეთ ბიზნესმენი ხელმოქმედი ვინც მახსენდება, ვინც მე-20 საუკუნეში შეიძლება გადასულიყო, აკაკი ხოშტარია, ეგ მაგ-ერთი ვარიანტი, მე მგონი არ უნდა იყოს. არც ეს არის სწორი პასუხი. არა. არა, დანარჩენი არ აკაკი ხოშტარია ეს ადამიანი. სინამდვილეში კი ეს ბევრი დამსახურებების მქონე ადამიანი გახლავთ გიორგი ქართველიშვილი. გიორგი ქართველიშვილი. კი ბატონო. გავაგრძელოთ თამაში, მეგობრებო, მეორე ქართული რაუნდი, გეოგრაფია. ტოპონიმი, რომელიც ახლა უნდა დაასახელოთ, მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში, ზღვის დონიდან 1750 მეტრზე მდებარეობს. ამ მიდამოებში ხალხი ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-6-მე-5 საუკუნეებში ცხოვრობდა. რასაც აქვე აღმოჩენილი განძი და აქემენიდური ხელოვნების ნიმუშები მოწმობს. მე-18 საუკუნეში გამოსაცნობი ადგილი ხევის ერთ-ერთი სამოურავოს ცენტრი იყო. რა ვიცი, უნდა გავრისკო სოფელი თუ არ ვიცი, მაგრამ მყინვარწვერის ქვეშ, სტეფანწმინდა ყაზბეგი, მაგრამ ხო, სტეფანწმინდა. სტეფანწმინდა. რისკავთ? არ მაგ არეალში ბევრი სადღაც დააჭერდნენ და სტეფანწმინდა თუ იყო მაგას იტყოდნენ. ანუ ასე ვთქვათ, თავარი გამორიცხეთ, თავარი ვერსია, რაც პირველი გახსენდება იქაურობას. ბატონო? ვახ. სახელი მას ბერ სტეფანეს პატივსაცემად დაერქვა. ეს სტეფანწმინდა, ეს სწორი პასუხია ნამდვილად. ცოდნა, ინტუიცია, ფორტუნა, ყველაფერი დღეს აქ არის, ჩვენ გვერდით ტრიალებენ. გავაგრძელოთ თამაში. მესამე ქართული რაუნდი, კულტურა. დაასახელეთ ის, რაც აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. აქ მისი მსგავსი არაერთხელ მდგარა და ხშირად იყო თავდასხმების მსხვერპლი. შუა საუკუნეებში მის მიმდებარედ იდგა მეფის სასახლე. საეკლესიო ტრადიციით მისი მთავარი ღვთისმშობლის ხატი შეწირულია თამარ მეფის მიერ. 1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევის გამო დაზიანდა, მაგრამ მალევე შეკეთდა. 1795 წელს ის დაანგრია აღა მაჰმად ხანმა. მოიცა. მოდი აქ. აბა გისმენ. ლეკების შემოსევა ჩრდილოეთიდან შემოდიან მახმედეს და მოცემულ ალავერდი უნდა იყოს, არ ვიცი. არ ვიცი. გისმენ? ვერსიის დონეზე ალავერდი. ალავერდი. ხო, მაგრამ ალბათ არ არის. ალავერდი არ არის სწორი პასუხი, არა. ეს არ არის ალავერდი, ნამდვილად დავაგრძელებ შეკითხვას მერფის კანონისთვის, ყურადღებით. ბოლოს გეტყვით, რომ მისი საბოლოო ვარიანტი 1884 წელს მღვდელ პეტრე იმნაძისა და დეკანოზ ბესარიონ ზედგინიძის ძალისხმევითა და თქვენთვის კარგად ცნობილი მეცენატის შემწეობით აშენდა. აბა გისმენთ? გისმენთ? სამი? სამება არ ვიცი. სამება. არ ვიცი, ხო. ეს არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო, არა. ეს არ არის სწორი პასუხი.
მიხდით რაზე იყო საუბარი? გიორგი ქართველიშვილის შემთხვევით რა აშენდაო? არ დააკვირდი? არა. დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია მეგობრებო. დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია. რომელიც ორი კითხვის წინ ვახსენეთ ზუსტად რომ აშენდა. ამის მერე გოდანშიც თუ არ ეცემა გიორგი ქართველიშვილის შემწეობით. მისი რესტავრაციაც დააფინანსაო თქვით. კეთილი, გადავიდეთ ზოგად რაუნდებზე მეგობრებო. გადავიდეთ ხელოვნებაზე. მარიამ, ნიკა, პირველი ზოგადი რაუნდი. ხელოვნება. თქვენ უნდა დაასახელოთ ადამიანი, რომელიც გასულ საუკუნეში მემფისში ბაპტისტი მღვდლის ოჯახში დაიბადა. მიუხედავად მძიმე ბავშვობისა, მისი ტალანტი მალე აღმოაჩინა ჯონ ჰამონდმა და იგი ვარსკვლავად აქცია. თუმცა მისი საუკეთესო ჰიტები Atlantic Records-თან ერთად Rhythm and Blues-ის სტილში ჩაწერილი სიმღერები გახდა. ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის უდიდესი შემსრულებლების სიაში ეს ადამიანი პირველ ადგილზე დააყენა. დასასრულს გეტყვით, რომ 18 გრემის მფლობელ ამ მომღერალს soul-ის დედოფლად მოიხსენიებენ. ნიკა? Soul-ის, აუ, 18 Whitney Houston-ი გამახსენდა, მაგრამ აგრემი არ ექნებოდა. კაი, 18 ზამბე Beyoncé არ არის. კაი, გისმენ? ეს არის Whitney Houston არა. Whitney Houston. ეს არ არის სწორი პასუხი, არა? Whitney Houston-ი არ არის სწორი პასუხი. აბა, არ ვიცი, Kate Bush-ი. Kate Bush. არ, არც მას რგებია ამ ხელაპატივი, soul-ის დედოფალი, პირველი ნომერი შემსრულებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ადამიანი არის არეტა ფრანკლინი მეგობრებო, არეტა ფრანკლინი. მეცნიერებაზე გადავიდეთ. მარიამ და მარიამ. მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP. მეორე ზოგადი რაუნდი მეცნიერება. გამოსაცნობი მეცნიერი 19 საუკუნის 30-იან წლებში დაიბადა. 1855 წელს ვენის უნივერსიტეტში ფიზიკის შესასწავლად ჩააბარა. მისი ადრეული კვლევები დოპლერის ეფექტს ეხებოდა. საინტერესოა მისი ფილოსოფიური შეხედულებები, რის გამოც ჰაინრიხ გომპერცი მას მეცნიერების ბუდას ეძახდა. მისი ძირითადი აღმოჩენა ეხება ბალისტიკური დარტყმითი შოკური ტალღების აღწერას და მათ მიმართებას ბგერით სიჩქარესთან. სითხეებისა და აირების მექანიკაში ამ ადამიანის გვარი სამუდამოდ დამკვიდრდა. სწორედ ასე მოიხსენიებენ სიდიდეს, რომელიც აღნიშნავს ობიექტის სიჩქარეს ბგერის სიჩქარესთან მიმართებაში. 3 2 1 მარიამ. რაც ალბათ სისულელე უნდა ვთქვა, მაგრამ ხმას რაც მახსენდება დეციბელი და რა. დეციბელი. ხო, ну რაღაცა უნდა გეთქვა, არ არის სისულელე, იმიტომ რომ სწორი გადაწყვეტილება რაღაც მაინც სადო. არ არის ეს სწორი პასუხი, არა. ეს არ არის სწორი პასუხი, მარიამს თუ აქვს სურვილი. არ აფიქსირებს არც მარიამი თავის ვერსიას. მე კი გეტყვით, რომ სწორი პასუხი არის ერნსტ მახი. მახი ქვია აი ამ ერთეულს. სიდიდეს. სპორტის რაუნდზე გადავიდეთ. გიორგი, ნიკა, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. თქვენ უნდა გამოიცნოთ ადამიანი, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიბადა. აკადემიური და სპორტული კარიერისთვის კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლი აირჩია. აქ ის არა მხოლოდ სპორტზე, არამედ განათლებაზეც ზრუნავდა, რის გამოც ლიგის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ მოთამაშედ ითვლება. 2016 წლის დრაფტზე მესამე ნომრად ბოსტონ სელტიქსმა აირჩია. ტეიტუმი? ტეიტუმი. არ ვიცი, კალათბურთი ბოსტონზე ვიცი ტეიტუმი და მეტი. არ არის ეს ადამიანი ტეიტუმი. ბოსტონზე ტეიტუმი გაგახსენებთ. კი ბატონო, გავაგზავნებ გიორგისთვის. ყურადღებით. ნელი, თუმცა სტაბილური განვითარების შემდეგ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, რაზეც 2023 წელს ხელმოწერილი სუპერმაქს კონტრაქტიც მეტყველებს.
ბოლოს გეტყვით, რომ 2024 წლის ფინალებში მან ბოსტონს ისტორიული მე-18 ჩემპიონობა მოუტანა. სტაბილური შეტევისა და ბრწყინვალე დაცვის გამო ის ბილ რასელის სახელობის ფინალების MVP-ის ტიტულით დაჯილდოვდა. 3 2 1 ისმენ? არ იქნება ამერიკელი უნდა იყოს, მაგრამ იოკიჩი. იოკიჩი. არ არის ეს. არა. იოკიჩი არ არის სწორი პასუხი და ვის თვლიდი ნიკა? უბრალოდ ჩამოვთვალე ბოსტონის კალბურთები, ვინც ვიცი და ბრაუნი თქვი ერთი. ხო, ბრაუნი და ვაიტი თქვი და რიკ ვაიტი, მაგრამ მე მგონი ეგ მაგაც მასეთი კარგი არ არის. ეს არის ჯეილენ ბრაუნი, ეს სწორი პასუხი იქნებოდა რომ გეთქვათ რომელიმე ჯეილენ ბრაუნზე იყო. არ ვარ უკმაყოფილი. საუბარი კითხვაში. კეთილი. მეგობრებო, ზოგადი რაუნდები გავიდა. მოდი ბლიცზე გადავიდეთ, მანამდე ვნახოთ შემეცნებითი ვიდეო რგოლი, კიდევ უფრო მანამდე კი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორები არიან გამომცემლობა ინტელექტი და PSP. ვიდეო რგოლი. არეტა ფრანკლინი 1942 წელს იბადება. სიმღერასა და ფორტეპიანოზე დაკვრას მამის ეკლესიაში იწყებს. მისი ვოკალური სტილი გოსპელზეა დაფუძნებული. 18 წლის ასაკში კოლუმბია რეკორდსთან აფორმებს კონტრაქტს. მიუხედავად რამდენიმე წარმატებული სიმღერისა, არეტა საკუთარ უნარებს სრულად ვერ ავლენს. გარდამტეხი მომენტი ატლანტიკ რეკორდსთან კონტრაქტის გაფორმებაა. პროდიუსერი ჯერი ვექსლერი მას სრულ შემოქმედებით თავისუფლებას აძლევს. მალევე გამოდის Respect, რომელიც არეტას შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა. იბრძვის შავკანიანთა უფლებებისათვის და მეგობრობს მარტინ ლუთერ კინგთან. 1987 წელს არეტა ხდება პირველი ქალი ისტორიაში, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეჰყავთ. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. გრძელდება წიგნების თარო, გრძელდება ბლიცით ჩვენი 22 სეზონის მეოთხედ ფინალი. მერფის კანონი კარიატიდას წინააღმდეგ, ანგარიშიდან გამომდინარე, გიორგი და მარიამი ითამაშებენ ბლიცს და ანგარიშიდან გამომდინარე პირველი მარიამთან უნდა ვითამაშო. მზად ხარ ამისთვის? მზად ვარ. დავიწყოთ ბლიცი მარიამთან. დავიწყოთ. სადავრი ავტორია პიტერ კერი. ავსტრალიელი. სწორია, გოზიადიჩის არაფერისა ჰიბისკუსი. ისფერი. სწორია, ვინ არის კამელოტის მეფე? ართური. სწორია, კონცეფცი რომელ ქალაქში ცხოვრობს ბრიუს ვეინი? გოთემი. სწორია, ვინ არის ერთმანეთის დათა თუთაშხია და გუდუნა? მამაშვილი. სწორია, ვის წიგნია გახლეჩილი აპრილი? კადარე. სწორია, ფილიპ დიკის კაცი მაღალ? კოშკში. სწორია, ეტუთა რაფერის ტანის სამოსიაცვეად მართებს? მწვანე. სწორია, ტრამვაის სახელად სურვილში როგორია სტენლი? კოვალსკი. სწორია, სადრომ წერელია მიხეილ იოჰანი? ქართველი. სწორია, როულინგის ჰარი პოტერი და სიკვდილის? საჩუქრები. სწორია, სად არის ქალი კობო აბეს წიგნის ქუჩაში. სწორია, სადავრია კატა ლუის კეროლთან? ჩაშირის. სწორია, ჭიელძესთან რომელ სოფელში ცხოვრობს მაკაბელის ოჯახი? უკურუქი. სწორია, როგორია ჩემი ბრძოლის ავტორი კარლ ლუვე? ნავსგორი. სწორია, რომელ საუკუნეში გამოიცა ფუკოს კანკარა? მეოცე. სწორია, რომელი წელის პერსონაჟია ჯოვანი დროგო? ბუცატი. სწორია, რომელი წელის გამომძიებელია ოგიეს დიუპენი? პო. სწორია, დათო ტურაშვილის სხვა? ამსტერდამი. სწორია, სადავრია ლეიტენანტი ფაულზის წიგნის სათავში? ფრანგი. სწორია, ჰარპელის და რა ქვია ჭკიტას მამას? ატიკუსი. სწორია, ბერჰარდ ვის ეძახიან დაღმამავალს? გლენ გულდი. ვერტაიმერს თეთრ ბაირაღებში როგორია ტიგრანა? შემდეგი. გულოიანი რემარკთა რა ქვია რავიკის საყვარელ ქალს? ჟოანი. სწორია, სადური მწერელია ოლგა ტოკარჩუკი? პოლონელი. სწორია. დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და მარიამა დააგროვა 23 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები მარიამ, შვენიერი ბლიცისთვის. ფულ ბლიც ასე გაართვა თავი, მე კი ვინაცვლებ გიორგის და რომელიც ასევე ითამაშებს ახლა ბლიც. მზად ხარ? კი ბატონო. დავიწყოთ ბლიცი გიორგისთან. დავიწყოთ. სადური მწერელია ჯონ ბენვილი? ამერიკელი. ირლანდიელი, გოზიადიჩის არაფერისა ნახევარმზე? ყვითელი. სწორია, რა ქვია არტურის ჯადოქარ მსახურს? მელინ. სწორია, კონცეფცი რომელ ქალაქში ცხოვრობს კლარკ კენტი? შემდეგი. მეტროპოლისი ვინ არის ერთმანეთისთვის გოჩა და ონისე? თუზუნტე. მამაშვილი ვის წიგნია ჩაპაევი და სიცარიელე? პლატონოვი. პელევინის ფილიპ დიკის იდი ნეცრემლო თქვა? პოლიციელმა. სწორია, ეტუთა რაფერის ტანის სამოსიაცვეად ხევლებს? წითელი. სწორია, ტრამვაის სახელად სურვილში როგორია ბლანში? შემდეგი. დუბუა სადავრი მწერელია ნილ სიმეონი? ფრანგი. ქართველი როულინგის ჰარი პოტერი და ფილოსოფიური? სწორია, როგორია მხარე კავაბატას წიგნის სათავში? თოვლია. სწორია, რაფერისაა კურდღელი ლუის კეროლთან? თეთრი. სწორია, ჭილაზესა რომელ ქალაქში გამოირიყება ქსერქსე? ვანი. სწორია, როგორია ველური დეტექტივების ავტორი რობერტო? შემდეგი. ბოლანიო რომელ საუკუნეში გამოიცა პრაღის სასაფლაო? 21. სწორია, რომელი წელის პერსონაჟია ერნესტ გრებერი? შემდეგი. რემარკის რომელი წელის გამომძიებელია მამა ბრაუნი? ჩეზეტრო. სწორია, დათო ტურაშვილის ჯინსების? თაობა. სწორია, სადავრია პაციენტი ონდააჩის წიგნის სასავრში? სწორია, ჰარპერ ლის და რა ქვია ჭკიტას ძმას? ატიკუსი. ჯიმი ბერჰარდთან ვინ არის სანახაობის მომწყობი? შემდეგი. ბრუს კოენი თეთრ ბაირაღებში როგორია ჭიჭიკო? შემდეგი. გოგოლი დრო ამოიწურა.
დრო ამოიწურა გიორგიმ დააგროვა 12 სწორი პასუხი, აპლოდისმენტები გიორგის და დაუბრუნდით მოთამაშეების სათამაშო ადგილებს, რომ გამოვაცხადოთ საბოლოო ანგარიში. საბოლოოდ ანგარიშით 43-21 იმარჯვებს კარიატიდა და გადადის ნახევარფინალში. გილოცავთ მეგობრებო, ესე იგი სვლა რომელიც დაიწყეთ უდანაკარგოთ, ასევე უდანაკარგოთ გრძელდება, ყველა თამაში მოიგეთ და ასე გაგრძელებას გისურვებთ. სხვა უკეთესი რა გისურვოთ ამ შემთხვევაში არ ვიცი. ხურვალი აპლოდისმენტები კარიატიდას კიდევ ერთხელ. და გთხოვთ რომ ხურვალი აპლოდისმენტებით დავაჯილდოთ მერფის კანონი. ამ გუნდისთვის იყო დებიუტი ეს სეზონი და მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამ სეზონის აღმოჩენა არის მერფის კანონი, მიუხედავად დღევანდელი მარცხისა, დარწმუნებული ვარ, მაყურებელიც გრძნობს ამას და ბევრი გულშემატკივარი შეიძინეთ სრულიად საქართველოში. ხურვალი აპლოდისმენტები მერფის კანონს. მაყურებელს დაგემშვიდობებით. ერთმანეთს შევხვდებით კვლავაც ციგნების თაროში. თქვენ უყურეთ ჩვენს შოუს და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას, მასწავლი მე. ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას, მასწავლი